სამწუხაროდ დაწყებულია უკვე ეს პროცესი, რაზეც ამდენი ხანი ევროპული კავშირი, ევროკომისია, მისი წევრი ქვეყნები ცდილობდნენ მაქსიმალურად რომ თავი შეეკავებინათ, აერიდებინათ ასეთი ზომა, რომელიც გამოწვეული არის კონკრეტულად ივანიშვილის რეჟიმის ქმედებებით. ეს არის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ეს არის დროებითი ზომა, შეიძლება იყოს 6-თვიანი შეჩერება, შეიძლება იყოს 9-თვიანი შეჩერება, საკმაოდ რთული იქნება მერე სამის აღდგენა თუ რა თქმა უნდა არ შესრულდა სწრაფად ყველა ის პირობები და მოთხოვნები, რომელიც ძალიან ცდილობს, რომ ოცნებამ ეს წარმოაჩინოს როგორც ულტიმატუმი, როგორც და რაღაცა დაჩაგვრა, როგორც მოთხოვნა კატეგორიული, სინამდვილეში რეალურად დიდი ხანია უკვე ივანიშვილის რეჟიმი მიღებული კანონებით, განხორციელებული ქმედებებით, ძალადობით, მედიის მიმართ განხორციელებული, ესე ვთქვათ, რეპრესიული ქმედებებით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული გადაწყვეტილებებით და ქმედებებით დიდი ხანია ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა, რომ არა ევროპული კავშირის აი სწორედ ასეთი მიდგომა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომელიც ისწრაფვიან ევროპული კავშირისკენ, კავშირში ინტეგრაციისკენ, არ უნდა იყვნენ დაზარალებული ოცნების მავნებლური ქმედებების გამო. მაგრამ შესაძლებელია გარდაუვალი იყოს, ხო? ანუ ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები გარდაუვალია, ფიქრობთ, ხო? ანუ როგორ იდგა უკან საკითხი და არ მაქვს და არც ალბათ ევროპელ ლიდერებს არავითარ იმის მოლოდინი არ აქვთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ახლა დაждდება მოლაპარაკებებს დაიწყებს და არ დაждდება მათი ყველა განცხადება ამაზე ამ წერილის მიხედვით თქვენ იკითხეთ რა შეიძლება და ყოფილიყო ამ წერილში და შეიძლება იყოს მოთხოვნები, იმედი მაქვს რომ საჯაროც გახდება, მაგრამ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც შეფასებულია ივანიშვილის მოლაპარაკე თავების მიერ ფარატინა ხალხად, იქ ძალიან ბევრ, ძალიან მკაფიო მოთხოვნას აყენებს, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც ანალოგიური მოთხოვნები არის. პირველი ეს არის შეწყვიტოს რეპრესიები და გაათავისუფლოს სინდისის და პოლიტიკური პატიმრები. მეორე ეს არის გააუქმოს ის დრაკონული კანონები, რომელიც აცდენაშია, სრულ აცდენაშია ყველა ჩვენს მიერ აღებულ ვალდებულებასთან ევროპულ კავშირთან ურთიერთობაში და საერთოდ ადამიანის უფლებებთან და ფუძემდებელ ესეთ კანონებთან, რომელსაც ითხოვს დემოკრატიული საზოგადოება როგორც ელემენტარულ სტანდარტს. და მესამე, რა თქმა უნდა, ეს არის შეწყდეს ანტიდასავლური რიტორიკა, ეს შეიძლება კარგად აქვთ გადანაწილებული, რომ ვიღაცა ამბობს, ვიღაცა არ ამბობს და მე ამბობენ, რომ არა, მე მაინც მაქვს ლუკა განცდა, რომ ეს მათი პოზიცია, რომ ჩვენ ჩაგვხსნან საერთოდ დასავლური ორბიტიდან და არც ერთ იმ რეკომენდაციას, არც ერთ იმ მოთხოვნას არ შეასრულებენ. ანუ აი, როგორ იდგა ეხლა და როგორ დგას, ხო, მოცემულობა, ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რას განიხილავდნენ, ანუ ქართული ოცნებისთვის სანქციების დაწესება, რასაც ჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსენსუსი, რასაც უნგრეთი ბლოკავს, ხო? და აქეთ უმრავლესობით შეუძლია ევროკავშირს უვიზო რეჟიმის შეჩერება და ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სანქციების შესაძლებელია უფრო აწუხებდეს ამ კაცს. ეს კაცი რასაც უბრძანებს ხვებს, მერე ის ხვები უბრალოდ ამას ასრულებენ. ვიდრე ის დაკარგავს თუ არ დაკარგავს ამ ქვეყნის მოქალაქეთა სრული შემადგენლობა ვიზა ლიბერალიზაციას. პირველ რიგში უნდა გითხრათ, ინგა, რომ მისი ამოცანაც ეს არის, ივანიშვილის რეჟიმის ამოცანაც ეს არის უფრო დიდ სურათში რომ შევხედოთ,
რომ საქართველო მოწყდეს ევროპულ ორბიტას. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მეზობლები, სომხეთი, აზერბაიჯანი, არა მხოლოდ ჩვენი მეზობლები, არამედ სხვა ქვეყნები, ცენტრალური აზიის ცალკეული ქვეყნებიც ინდივიდუალურ ნაბიჯებს დგავენ ინდივიდუალურს თუ ერთობლივს იმისათვის რომ კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდნენ დემოკრატიულ თანამეგობრობას, ევროპულ კავშირს. ცოტა გუშინ იმყოფებოდა ნიკოლ პაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ევროპულ კავშირში მიიღო ხარდაჭერა და 2.5 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფა. ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც პაშინიანი ყველაფერს აკეთებს და იბრძვის იმისათვის, რომ შემცირდეს რუსული გავლენა და ის შეუქცევა და დაადგეს ევროპულ კავშირში ინტეგრაციის გზას. ჩვენ ხედავთ, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ძალიან გაფუჭდა, გაცუდდა და ჩვენ კარგავთ ამ შანსებს და სამწუხაროდ ყველა წარმატება, მაგრამ ისინი იღებენ რომ ალიენსა და პუტინის შორის ურთიერთობები გამოკეთდება უახლოეს პერიოდში და ჩვენ ვნახეთ პირისპირ შეხვედრა აბუ-დაბიში ხამ ალიევსა და ნიკოლ პაშინიანს შორის. ბიძინა ივანიშვილის მისია და ამოცანა არის ქართული ოცნების ამოცანა არის რომ ჩვენ მოგწყვიტოს ევროპულ ორბიტას. ოღონდ ამას აკეთებს ახლა ისე, მათ იციან კარგად, ბოლო კვლევამაც აჩვენა, რომ მათი მხარდამჭერების რაღაცა ნაწილს, მცირეს, მაგრამ ნაწილს მაინც წამს და სჯერა, რომ ევროპულ კავშირში შეიყვანს ქართული ოცნება საქართველოს და მათ შეიყვანს. ამიტომ მათ არ უნდათ ამ მხარდამჭერების დაკარგვა, ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომ მათი მავნექმედების გამო მოხდა სწორედ ამ პროცესის შეფერხება, ისინი ამბობენ ბოდიში ამ სიტყვისთვის ვიხმარ უტიფრად სხვა სიტყვა არ მიესადაგება, აცხადებენ რომ ჩვენ ხვალაც დღესაც მზად ვართ ევროკავშირთან მოლაპარაკებების და ოღონდ თავიდანებონ ჩვენს დაშანტაჟებას, აი კობახიძის სიტყვები რომ ეს შემთხვევითი არ არის ასევე ეს რუსული მედან არის, აქვია სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან არის, როდესაც ბრიუსელი და მოსკოვი. ევროკავშირი, საბჭოთა კავშირი ძალიან ხშირად ერთი მათი მოლაპარაკე თავის სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს, მისი მისია და მიზანიც ეს არის. ანუ მე იმის თქმა მინდა ინგა, რომ ამ რეჟიმს საერთოდ არ აქვს წუხილი იმასთან დაკავშირებით, ვინ წავა და არ წავა და ვინ იმოგზაურებს თუ არა. მათ აქვთ ვალდებულება რუსეთის წინაშე, რომ ეს პროცესი შეწყვიტონ და შეაჩერონ. და ოღონდ ამას ისე გააკეთებენ და შეეცდებიან, როდესაც ევროპული კავშირი შეაჩერებს ამ უვიზო მიმოსვლას შეაჩერებს დროებით, ისინი იტყვიან, რომ აი თქვენ მიიღეთ სასჯელი იმის გამო, რომ ჩვენ არ დავთანხმდით ამ deep state-ის და ამ კი ბატონო, იმ თავიანთ ცნობილ პოლიცსაბჭოს განცხადებაშიც ხო ეს ეწერა deep state-ის ნაკარნახევი და პლუს კობახიძე ამბობს, რომ ქართველი ხალხის დაშანტაჟება უნდაო ევროკავშირს იმის გამო, რომ მან არ დააბრუნა ხელისუფლებაში სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლობა, არის ესო აბსოლუტურად სამარცხინო ქმედება. ანუ ჩვენ ვიცით, რომ ეს ხალხი ოცნება არ შეასრულებს რეკომენდაციებს, რომლის შესასრულებლადაც მათ მიეცათ 15 დღე. და აი რა არის ეს? პირველ რიგში ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე უარის თქმა, ხო? პოლიტპატიმრები ახსენეს, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება და ასე შემდეგ. ანუ რა დევს, რა უნდა გააკეთოს და რა უნდა გააკეთოს ივანიშვილმა და მისმა პარტიამ, რომ თქვენ, ვინც ახლა გვიყურებთ, ვინც დადიხართ ევროპაში, ვინც სამუშაოდ მიდიხართ, ვინც ოჯახისთვის ლუკმაპურს შოულობთ, ვინც სწავლაზე იქ ოცნებობთ, თავისუფლად იღებთ ბილეთს, მიფრინავთ. აი ეს ყველაფერი რომ არ დაკარგო და უამრავი დახმარება, აი რა უნდა გააკეთოს ამისთვის ივანიშვილმა? ივანიშვილი ამ ყველაფერს აუცილებლად კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იმიტომ აკეთებს, მისი ერთ-ერთი ცნობილი ინტერვიუა, ჩვენ გვავიწყდება მისი კულტსფელობის ხარისხი, როდესაც ის ამბობს, რომ
უბედურება არა თავად საბჭოთა კავშირის დაშლა იყო, არამედ ის რომ ეს ხალხი გავიდა საზღვარგარეთ და ნახა რა კარგი ყოფილა იქ ცხოვრება. სულ არ უნდა, საერთოდ არ უნდა ივანიშვილს ვინც გაიქცევა, გაიქცეს, ვინც წავიდეს, ხოლო ესე წავიდეს, წამოვიდეს, იქ განათლება მიიღოს და ამ თაობები მოწყდა რეალურად. ხო, ინგა რუსულ ორბიტას მას საერთოდ მის ინტერესში არ შედის, რომ ეს თაობები და შემდგომი თაობებიც იყოს ესეთი ფუნდამენტურად პროევროპული და ევროატლანტიკური, მაგრამ თქვენ ახსენეთ ის სეგმენტი ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი და ამასთან დაკავშირებით, რომელიც სარგებლობს ამ სიკეთით, რასაც ქვია უვიზო მიმოსვლა, რომლის სამოქმედო გეგმაც 2014 წელს გადმოეცა საქართველოს ჩემს თანამონაწილეობაზე არ ვილაპარაკებ რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან დიდი შრომა ჩადო იმაში, რომ ეს უვიზო მიმოსვლა მიგვეყო. და ადამიანებს როცა შეუძლიათ კონცერტებზე, თამაშებზე, ფეხბურთის მატჩებზე იქნება, ყვარასი იქნება თუ სხვა ფეხბურთელების მატჩებზე ესე და საქართველოს ნაკრების მატჩებზე ესე თავისუფლად წასვლა, მაგრამ განათლების მისაღებად სამუშაოდ სხვათა შორის, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ სრულად ბოლომდე ლეგალური არ არის, მაგრამ ისინი არ არღვევენ ამ სავიზო რეჟიმს და მათ მიმართ შედარებით ლმობიერი დამოკიდებულება, როგორც კი გაუქმდება ეს სავიზო რეჟიმი, უვიზო რეჟიმი, ამ ხალხს მოუწევს თბილისში, საქართველოში დაბრუნება. ინგა ძალიან მნიშვნელოვანია სტატისტიკა, სულ ვადევნებთ ვაყურს დიდი ხანი გადმორიცხვების რემიტანსებს რომ ეძახიან, კუთხით რუსეთი იყო პირველ ადგილზე წლების მანძილზე. ახლა ამერიკის შეერთებული შტატები არის პირველ ადგილზე და მეორე ადგილზე გასულ თვეში იყო იტალია. მესამე ადგილზე არის რუსეთი და მეოთხე ადგილზე არის საბერძნეთი. პირველი 10 ქვეყნიდან 4 ქვეყანა არის ევროპული კავშირის წევრი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები უგზავნიან თავისი ოჯახის წევრებს, უგზავნიან და მილიარდებზე არის რეალურად საუბარი. ეს შემოსავალი ამ ხალხს და ჩვენს ქვეყანას შეუწყდება და ეს გაწყდება, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ეს ხალხი ჩამოვა ამ ქვეყანაში, ჩვენი შვილები ისევ მოუწევთ უამრავ ფურცლების, დოკუმენტების, მტკიცებულებების გროვება, რომ მიიღონ ვიზა და წავიდნენ სასწავლებლად და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთმა ყველა კარგად ამყოფოს, მაგრამ ჯანმრთელობის კუთხითაც სასწრაფო ვიზების მიღება ასევე იქნება გარკვეულ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აი ისევ მინდა ეხლა იმ ხალხს მივმართო, ვინც ვისაც პირადად შეგხებიათ, ან ოჯახის წევრს თქვენსა შეხებია, ან თქვენს გარშემო მეგობარს, მეზობელს, ჯანმრთელობის გადასარჩენად, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, რამდენ ადამიანს იცნობთ? მე ვიცნობ ასეც ძალიან ბევრს, ვინც ევროპაში წავიდა და იქ უშველა თავს, იქ გადაირჩინა საკუთარი სიცოცხლე ან ოჯახის წევრების სიცოცხლე. ამის საშუალებაც ისპობა, ანუ აი ბევრი წლის წინ რო ვიყავით რაღაც სიბნელეში და რიგებში რო ვიდექით ვიზა რომ მიგვეღო და აი იმ ნიშნულზე ბრუნდებით ამ მიმართულებით, თორე კიდევ უფრო მძიმე იქნება მდგომარეობა, იმიტომ რომ მაგალითად ეხლა იმ წლებში ხა მე რომელზეც საუბრობ, ჩვენ უზარმაზარ დახმარებას ვიღებდით თუ ამერიკის შეერთებული შტატებიდან თუ ევროკავშირიდან, ხო ეს თქვენ გადასარევად შეგიძლიათ ამაზე დაუსრულებელი საუბარი. ყველაზე დიდი მიმღები თან იყო საქართველოს ხელისუფლება და სახელმწიფო და არა ისე როგორც წარმოაჩენს ახლა ივანიშვილის რეჟიმი, რომ ეს იყო სამოქალაქო საზოგადოება და მდიდარი მთელი ქვეყანა გადაგვარჩინა მაშინ ამ დახმარებამ და ახლა ეს დახმარებების გაჩერება ყველაფერი მიდის ძალიან დიდი ნაბიჯებით უკან უკუსლი და ერთი კითხვა კიდევ მინდა ბუკა დაგისვა და შემდეგ უკვე გადავალ
ძალიან მძიმე ამბავზე, სახლის ჩამონგრევაზე და ადამიანების დაღუპვაზე, ასევე ერთი რამ მინდა კიდევ რომ დაგისვათ ასეთი კითხვა, აი სულ პატარა პროცენტი, რისიც მე არ მჯერა, რომ დაუშვათ რაღაც ნაბიჯებზე წავიდეს, რაღაც დათმობაზე, ოცნება. აი თქვენ როგორც ადამიანს ვინც იცნობდით წარსულ ცხოვრებაში ივანიშვილს, არის როგორ ფიქრობთ? არის რომ რაღაცა თავისი სანქციების შიში თუნდაც ნოლი ამის შანსი რეალურად ივანიშვილი სერიოზულადაც არ აღიქვავს ევროპას და ევროპულ კავშირს მისთვის იმის მიუხედავად რომ თვითონ მოქალაქეობა მისთვის თავარი იყო რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტთან და ადმინისტრაციასთან დაელაგებინა ეს ურთიერთობა, ეს არ გამოუვიდა, ოღონდ უნდოდა ისე როგორც მას ესმის ეს დალაგება, ანუ ჯერ ესეთი მისთვის დაებრუნებინათ მისი 2 მილიარდი და ახლა განიცდიან და ნერვიულობენ სხვილი საქმოსნები, რომლებიც იმის გამო რომ ივანიშვილმა ვერ ამოიღო, ვერ დაიბრუნა ის თავისი 2 მილიარდი, ახლა მიდის მათგან ამისი ამოღება და ის აუცილებლად ამოიღებს, მათგან უფრო მეტი მოეწყო მისდამი ლოიალური საქმოსნების, ესენი არ არიან ბიზნესმენები, კონკურენტულ გარემოში წარმატებულები და ასევე მისი ყოფილი მაღალჩინოსნები, იმიტომ რომ ივანიშვილი ამ ფულს იღებს გაგებით, რომ ჩემი მოყვანილი მდგომარეობით თქვენ ისარგებლეთ და მიიღეთ ეს სიკეთეები და ეხლა მე თქვენი გულისთვის ვიზარანე 2 მილიარდი დოლარი, კეთილი ინებეთ და შეავსეთ ეხლა ჩემი ზარალი, იმიტომ რომ თქვენ გაცილებით მეტი გაქვთ. ნაშოვნი მას თავისებური კალკულაცია აქვს ყოველთვის, ყველა შემთხვევაში და ბაჩაშვილი ეძახდა მაგას 90-იანი წლების სოჩიკიო. აი სიტყვით ესე თქვა. ბაჩაშვილს გამოჯანმრთელებას და მხნეობას უსურვებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ის სწორედ მაგ მენტალიტეტით აზროვნებს, მაგრამ საერთოდ არ აღიქვავს მართლა გეუბნებით სერიოზულად ახლა ევროპული კავშირის ამ მუხარას, ამ დამოკიდებულებას, მისთვის თავარი იყო ამერიკის შეერთებული შტატები და იქაც ვერ დაალაგდა, ამიტომ ამის დემონსტრირებასაც ახდენს ღიად ეხლა, რომ აი არავით არის გზავნილი, არ მიმიღია და არც მივიღე მესენჯერი კაცი რომელიც გამომიგზავნეთ რომ ეს გზავნილები მე მიმეღო ამას რუსეთსაც აჩვენებს რომ აი მე არ შევდივარ რაიმე კულუარულ მოლაპარაკებებში თუმცა არასდროს არ ავიწყდება მისი ფინანსური ამბავი რომ აუცილებლად უნდა მიიღოს ჯერ თავის ფული უნდა მიიღოს და მე იმ პირობებზე დაელაპარაკონ მას ეს არის გამგებელი აქ, ეს არის პატრონი აქ, უნდა დაივიწყონ სხვა ყველა და თუ ეს ასე არ მოხდა, აი მაშინ მიყურეთ როგორი არის რეალურად ნამდვილი ავტოკრატია და ნამდვილი მმართველობა, ამიტომ მე სულ უფრო და უფრო ვარეს ველოდები, ის არ არის ბოლო უბედურება, რაც უვიზო მიმოსვლის შეჩერებაა. აქ ძალიან დიდი ახალი რეპრესიების ტალღა იქნება და ამას ყველა ერთად უნდა დაუდგეთ. არ მუშაობს ესე ძვირფასებო, არ მუშაობ, მე მუშაობ ოჯახში საჭმლის ფულს ვაგზავნი, მე სასწავლებლად მივდივარ და იქ რუსთაველზე მართლა ადამიანებს თათი აფრიამაშვილმა დაწერა ზუსტად ეს გულის ტკივილი, რომ მეორეჯერ ვემზადები უკვე იზოლატორში შესასვლელათო და არ არის მარტო მისი პასუხისგებლობა და იმ 70-მდე ადამიანის პასუხისგებლობა, ყველა ჩვენთაგანის პასუხისგებლობაა ეს და ევროპული კავშირიც უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ მართლა 85%-ს ვტკივა და გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროპული კავშირის ნაწილი. დიდი მადლობა.